სანამ დავიწყებთ, უნდა გავაკეთოთ მიწის სულებისათვის რიტუალი. ამისათვის გვჭირდება ადგილობრივი 3 ადამიანი, ვინც ამ ადგილას ცხოვრობს. აი თქვენ ორნი უკან კი და მესამე. კი, ანუ თქვენ 3. ანუ რა ხდება ახლა? ჩვენ გავაკეთებთ შეწირვას ამ ადგილის სულებისათვის. მე რიტუალს ჩავატარებ და მოგცემთ თქვენ 2 თეფშს, რომელზეც არის ჭიქები. აიღებთ ამ 2 თეფშს და როდესაც გახვალთ, წახვალთ სხვადასხვა მიმართულებით, მიმოიხედებით და მოძებნით ადგილს, სადაც აი ამ მიწის, ამ ადგილის სულები ცხოვრობენ. ახლა როგორ იპოვით მათ? ჩვეულებრივი თვალებით, ჩვეულებრივი მზერით. გაიხსენეთ ბავშვობაში. გახსოვთ ადგილი, რომელსაც სახელს არ ქმევდით. მაგალითად, განსაკუთრებული ხე, არ განსაკუთრებული ლოდი. აი ეს არის ადგილები, რომელსაც როგორც ბავშვობაში თქვენ სპეციალურ სახელს უწოდებდით ხოლმე. და გრძნობდით, რომ ის ირგვლივ რაღაც იყო, რომ ის განსაკუთრებული იყო. აი ესეთი ადგილები არის, სადაც მიწის ამ ადგილის სულები არიან. მოძებნით ასეთ ადგილს, როდესაც ახლოს მიხოლთ, თეფშს და ჭიქას, ასე თქვათ, აიქნევთ ჰაერში და შიგნით რაც არის, იმას სითხეს დაასხავთ მიწაზე და თეფშზე რაც არის, იმას დაყრით მიწაზე. მაგრამ კარგად მოკიდეთ ხელი თვითონ თეფშს და ჭიქას, ის არ გადააყოლოთ. Alame tamchorimbochi Drumbalame gedunrimbochi Jamne kunchok sumla chopabu Hear the sound change? Did you catch that? როგორ შეიცვალა ხმა ზარის? ეს არის მომენტი, როდესაც ისინი იღებენ. რასაც ჩვენ მათ ვუძღვნით. Drumbalame gedunrimbochi Jamne kunchok sumla chopabu Tombalame sanjerimbochi Tombalame tamchorimbochi Tombalame gedunrimbochi Chamne kunchok sumla chopabu Ragne dakchorche ala Jeje se puchopo denbo Nam jorun la sundang drupadang Sanje tenpe jepe chunle zo Chenam chuchang solwa debe tu Dak so kon la nepe sapso su
Nedang ulpan tepsu shewa dang chudang tashi pilwe nzidu so. One more. There it goes. Nice. ამ რიტუალის დროს, როდესაც ადგილის სულები იღებენ თქვენს შეწირულობას, შენიშნავთ ზარში ტონალობის ცვლილებას. აი ეს მომენტი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის მიხედვით მიხვდებით, მიღებულია თუ არა თქვენი შეწირვა. ამ პრაქტიკის გაკეთება სახლში შეგიძლიათ ეზოში თქვენს ირგვლივ არსებული ადგილის მიწის სულებისათვის. მაგრამ ყოველდღიურად ამას ნუ გააკეთებთ, იმიტომ რომ სულები შემდეგ თქვენზე დამოკიდებულები გახდებიან. და როდესაც გარდაიცვლობით ან სადმე წახლოთ სამოგზაუროთ, ისინი ამას მოელიან და აღარ ექნებათ საშუალება, რომ მიიღონ შემოწირულობა თქვენგან. ასე რომ სისტემატიურად ნუ გააკეთებთ, მაგრამ გააკეთეთ პერიოდულად. ადგილის სულებისათვის შეწირულობის მიცემა გეხმარებათ თქვენ პრაქტიკაში. Sampagarab Dorjidang Shire Singishan to Vadushin Labde Nedam Avzantata Tusum Chi Zog Chenju Pelomala Solo Deb Again Pema Junela Solo Deb Dorji Chang Chitalo Narudang Marpa Mila Gompo Tatapa Na Pupadang Palden Drupa Suk Kagula Manamla Solo Deb O Chen Lamanamla Solo Deb Druchen Lamanamla Solo Deb Kaginwari Lamanamla Solo Deb Shakya Lamanamla Solo Deb Nyandu Dayundran Lamanamla Solo Deb Palkondu Shongdang Yerme Pa Gungarab Dorjishin Tragpa Jetidang Nisume Pai Palamanam Chitintir Chung ტექსტი, რომელიც თქვენ მოითხოვეთ, რომ მესწავლებინა, არის ზოგჩენის პრაქტიკისათვის მთავარი მითითებები. ძალიან მარტივი, მოკლე ტექსტია, რომელიც იგივეს ამბობს, რასაც
ყველა სხვა ტექსტით ზოგ ჩვენზე. მოეშვი, განიტვირთე, გავშვი, შეეშვი იმას, რომ პრაქტიკისაგან რაიმე მიიღო და ასე შემდეგ. აცადე და დატოვა ყველაფერი ისე, როგორც არის. და დაისვენე ბუნებრივ პირვანდელ მდგომარეობაში. ეს იყო სწავლება, მორჩა სწავლება. მაგრამ თუ ეს სწავლება თქვენთვის ძალიან მარტივი და შესაბამისად გაუგებარია, მაშინ ეს ტექსტი მოგცემთ დამატებით მითითებებს. სანამ დავიწყებთ, უნდა შევხედო როგორ სხედხართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სამედიტაციო სკამი ადგილი მოგწონდეთ და კომფორტულად იჩნდეთ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მითითება. კომფორტული სკამი ან თუ შეგიძლიათ იჩნდეთ ვაჯრა ლოტოსის პოზიციაში, როდესაც შეგიძლიათ მარცხენა ფეხი დაიდოთ მარჯვენა იდაღზე და მარჯვენა ტერფი დაიდოთ მარცხენა ფეხზე. მაგრამ რომ გიყურებთ, თქვენ უფრო ჩემი ასაკისად ხართ, ვიდრე ახალგაზრდები. ამიტომ თუ სრული ლოტოსის შესრულება არ შეგიძლიათ, სრული ლოტოსის პოზაში ჩნდება არ შეგიძლიათ, მაინც ეცადეთ, რომ მარჯვენა ფეხი გქონდეთ ზემოთ და მარცხენა გქონდეთ მოკცილი. ეს არის ჩვეულებრივი ენერგოარხის მქონე ადამიანებისათვის. ძალიან იშვიათად გვხვდებიან ადამიანები, რომელსაც მარცხენა და მარჯვენა ენერგოარხი შეტრიალებული აქვთ. მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. მოდი გეტყვით, გაგიზიარებთ მთავარ საიდუმლოს. ნუ ეტყვით, ნუ რავის. მოეშვი, შეეშვი, რომ იყო სრულყოფილი. თქვენ ყველანი გაზრდილები ხართ ამ მოლოდინით, რომ იყოთ კარგი, რომ იყოთ სხვაზე უკეთესი. შეეშვით ამას. ეს უკავშირდება პირველ მითითებას, რომ კომფორტულად იჩნდეთ. რა თქმა უნდა, მედიტაციის პრაქტიკებში გვხვდება მთელი რიგი ეს მკაცრი აღწერები, როგორ პოზიციაში უნდა იჩნდეთ, მაგრამ ზოგჩენისათვის მთავარია, რომ იჩნდეთ კომფორტულად და მეორე, ისე რომ თქვენი ენერგოარხი გასწორებული იყო. ამისათვის სხვადასხვა პოზიციაში შეიძლება დაჯდეთ, მაგალითად მუხლებზე, უფრო იაპონურ ძენ პრაქტიკაში გვხვდება, ან მაიტრეას პოზიციაში, რომელიც ძალიან გავს თანამედროვე საოფისე ერგონომიულ სკამებს, როდესაც სკამზე ზიხართ. მთავარი ვიმეორებ არის, რომ თქვენი წონა იყოს კარგად გაწონასწორებული, არც ერთ მხარეს იყოს გადახრილი, არც მეორე მხარეს. მე მაგალითად ვიყენებ ამას სამედიტაციო სარტყელს. მოიცადე მინდა ამის დემონსტრაცია მოვახდინო თქვენთვის. მედიტაციის სარტყელი უნდა იყოს ორჯერ უფრო გრძელი, ვიდრე თქვენი სიმაღლეა. ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე აპირებდა ამ სარტყელების შეკერვას და ჩემ ვებგვერდზე გათავსებას. მაგრამ გახსოვდეთ, ჩემ გვერდზე ვერაფერს იყიდით, თქვენ შეგიძლიათ უყიდოთ ეს სხვას და შემდეგ თქვენი სახელი იქნება დატანილი სიაში და როდესაც რიგი მოვა, თქვენც მიიღებთ სხვისგან ნაყიდს. კარმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მედიტაციის სარტყელის ყიდვა, ამიტომ მირჩენია, რომ ასეთ სხვებისათვის გაყიდინოთ ვიდრე თქვენთვის.
ახლა ფერებს რაც შეეხება ტრადიციულად თუ იოგი ხარ და არ ხარ მონეზონი ან ბერი, მაშინ ისინი მწვანე აბრეშუმის არტყელს იყენებენ. ტრადიციულად ხდება ამოტვიფრვა სხვადასხვა სიმბოლოების, მაგრამ ეს უკვე დეტალებია, არ არის მნიშვნელოვანი. თქვენთვის მთავარია, რომ გქონდეთ ეს სარტყელი, რომელიც დაგეხმარებათ, სწორ პოზიციაში, კომფორტულად დაჯდომაში. მე მაგალითად დიდი ფეხები მაქვს და მუხლები ერთმანეთისაგან განზე გამდის, ამიტომ მე როგორც ვიყენებ ამ სარტყელს, მუხლებთან ვწევ, ისე რომ ისინი განზე არ გაიწიოს და არ დამჭირდეს კუნთების დაჭიმვა ამისათვის. თუ იშოვით ასეთ სამედიტაციო სარტყელს, ძალიან გამოგადგებათ. იმიტომ რომ თქვენ გექნებათ დღეები, როდესაც არ იქნებით ისეთ ადგილას, სადაც არ არის შესაბამისი ან სკამი, ან სამედიტაციო ბალიში, მაგალითად ხართ მოგზაურობთ. აი ამ პერიოდისათვის გქონდეთ ეს სარტყელი, დაგეხმარებათ, რომ სწორ პოზიციაში დაჯდეთ. გაქვთ კითხვები ჯდომასთან დაკავშირებით, იმიტომ ეს არის ვიმეორებ მთავარი საკვანძო მითითება, რომ კომფორტულად იჯდეთ. მე მიჭირს განტვირთვა ჯდომის დროს. მოდი მოვალ და შევამოწმებ, როგორ ზიხარ. აი ასე უნდა იჯდე, ისე რომ თեցოებში ტკივილს არ გრძნობდე. მოდი ვცადოთ ჩემი სამედიტაციო სარტყელის გამოყენება შენთვის. გაიკეთე? ვინ არის აქ ოთახში ყველაზე ძლიერი? მოდი მომეხმარე. ახლა რას გავაკეთებთ? აი ეს სარტყელი უნდა შევკრათ. მეორე მხარეს მოზიდე. მოზიდე რა ძალა დაღონა გაქვს? აი ხედავ? ხედავ ახლა რა ხდება? ეს სარტყელი შენი ფეხების ირგვლივ, ასე ვთქვათ, მჭიდროდ არის და კუნთები აღარ გეჭიმება. ლამე შეგიძლია მეც შემხედო? რა კითხვა გაქვს? ეს თავის მოტყუება არ არის, როდესაც იყენებთ ამ დამცავ საშუალებებს, დამხმარე საშუალებებს. იქნება ეს მედიტაციის სარტყელი, იქნება ეს მედიტაციის სკამი. ჩვენ მაგალითად ცოპემაში გამოქვაბულში გვყავდა ძალიან კარგი პრაქტიკოსი, ცალუნგის ოსტატი, რომელსაც ბავშვობაში პოლიო ჰქონდა გადატანილი და შესაბამისად ერთი ფეხი ჰქონდა უფრო მოკლე ვიდრე მეორე. და მოგვიწია დიდი ხნის განმავლობაში სპეციალური სამედიტაციო სკამის აშენება მისთვის. ვიმეორებ, პირველი საკვანძო მითითება ძოგჩენის პრაქტიკისათვის არის, რომ მოძებნოთ, შექმნათ ისეთი სამედიტაციო ადგილის სკამი იქნება ეს, სარტყელის გამოყენებით იქნება, რომ შეცვლოთ კომფორტულად დიდხანს ჯდომა, ისე, რომ სხეულსიანი არ მიაყენოთ. და ისე ამასობაში თქვენი ზურგი უნდა იყოს გასწორებული, ისე რომ კუნთების დაჭიმვა არ დაგჭირდეს. სხეული უნდა გქონდეთ მოდუნებული, არხები გასწორებული, ზურგი გასწორებული. დანარჩენი ყველაფერი შეგიძლია გამოიყენოთ, რომ კომფორტულად შეინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. მეორე საკვანძო მითითება არის მზერა. შინეში, ანუ შამატაში და ზოგადად
ბევრ სხვა მედიტაციის პრაქტიკისაგან განსხვავებით, რომელიც თქვენ ალბათ გისწავლიათ, მზერა ჯოგჩენის პრაქტიკაში განსხვავებულია. ჯოგჩენის პრაქტიკაში ჩვენ არ ვცდილობთ რაღაც გონების გარინდვას ისე რომ მივაღწიოთ სიმშვიდეს. ეს არ არის ჯოგჩენი. არ ვცდილობთ რაღაც ჰაშიშის მდგომარეობაში შევიდეთ. არა. ჯოგჩენის პრაქტიკაში თვალებს დაბლა არ ხრით, არც ხუჭავთ, მაგრამ იყურებით პირდაპირ, ჩვეულებრივად, ღია მზერით. თვალები არ დაჭიმოთ. ეს არ არის ძალიან გაღებული თვალები, არამედ ბუნებრივად ღია მზერა. იყურებით სივრცეში პირდაპირ თქვენს პირ. ტექსტში წერია ნაუკა, ცა, ტიბეტურად. ტიბეტურად ეს ნიშნავს ცას, მაგრამ ასევე სივრცეს. ამ კონტექსტში ეს სივრცეს ნიშნავს და არა ცას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მართლა საკვანძო მითითება. ასე რომ ყურადღებით მოისმინეთ. პირველი იყო სწავლება სხეულზე, ანუ პოზიცია, ჯდომის პოზიცია, რომ კომფორტულად იჯდეთ და მეორე სწავლება მზერაზე. მზერა ღია, ბუნებრივად გახსნილი იყურებით პირდაპირ სივრცეში. სივრცეში ყურება არ ნიშნავს, რომ რაიმეს უყურებთ. აი მაგალითად ახლა მე შემიძლია შეგხედო შენ, ვინც ჩემს პირდაპირ სიხარ, ან შევხედო სივრცეს, რომელიც ჩვენს შორის არის. და არ მოვახდინოთ ჩემი მზერის ფოკუსირება შენზე. ჯოგჩენის პრაქტიკისათვის თვალების მზერა, თვალების პოზიცია მზერის სწორედ ასე არის. სივრცეში გახსნილი მოდუნებული. ზოგადად ჯოგჩენის სამნაირი პრაქტიკა გვაქვს. ჯოგჩენი სამედიტაციო სკამზე ან ბალიშზე, ჯოგჩენი ყოველდღიურობაში და ჯოგჩენი, რომელიც თავის თავს ასრულებს თვითონ. სოპა, გარაბდორჯეს მესამე სიტყვა. ახლა მე თქვენ გიხსნით პირველს ჯოგჩენის პრაქტიკას სამედიტაციო ბალიშზე. მზერა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენ ტოგიელის პრაქტიკას ასრულებთ, ეს უკვე აშკარა იქნება თქვენთვის. მაგრამ თუ არ მიგიღიათ ტოგიელის სწავლება, ისედაც, როგორც ჰომო საპიენსისათვის თქვენთვის გარემო, რას ხედავთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაგალითად ძაღლებისათვის ეს არის ყნოსა. მე რომ ძაღლებს ვესაუბრებოდი და ვუხსნიდი ამ სწავლებას, სულ სხვა სიტყვებს გამოვიყენებდი. თქვენთვის თქვენი ყურადღება დაყვება თქვენ მზერას. აი მოდი სცადეთ. გაიხედეთ მარცხნივ ისე, რომ არ მიაქციოთ ყურადღება რა არის მარცხნივ. შეგიძლიათ? ვეჭვობ. იმიტომ რომ თქვენი მზერა, თქვენი ყურადღება დაყვება მზერას. ეს ნიშნავს, რომ მზერა ჯოგჩენის მოსამზადებელი პრაქტიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯოგჩენის პრაქტიკაში ჩვენ გასწავლით ყურადღების გადატანას. ფოკუსირებული, სადაც ყოველდღიურობაში გაქვთ მთელ ამ თქვენ ბლა-ბლა, თქვენს ფიქრებზე, თქვენ იმედებზე, თქვენ შიშებზე, მაგედან ყურადღების გადატანა იმ სივრცეში, სადაც აი ეს ფიქრები, ემოციები აღმოცენდება. თქვენი ყურადღება ეონებისა და ეონების განმავლობაში გქონდეთ მიპყრობილი აი ამ ფიქრებზე, ემოციებზე. ეს არ არის რაღაც ახალი თქვენთვის და შესაძლოა მაგიტომ არ მიტანჯებით. მოდი ვცადოთ ახლა რაიმე განსხვავებული. ნათქვამია, რომ სიგიში არის ის, რომ სცადო ერთი და იგივე და ელოდებოდეს სხვანაირ შედეგს. მოდი ვცადოთ რაღაც განსხვავებული, ანუ ვცადოთ ახლა თქვენი ყურადღების გადატანა აი ამ ყოველდღიური ფიქრებისაგან სხვაგან. დავიწყოთ იმით, რომ მოადუნეთ მზერა, მოადუნეთ ფოკუსი. თქვენ თვალებს უკან არის კუნთები. ხშირად ვიძლევი ასეთ მითითებას, რომ მოადუნოთ კუნთები თვალის უკან. აი მაგალითად, აიღეთ თითი თქვენს სახესთან
შეხედეთ თითს. შემდეგ შეხედეთ სივრცეს ან ყველაზე შორ წერტილს თქვენს წინ, მაგალითად კედელს თუ ოთახში ხართ. შემდეგ ისევ დააბრუნეთ მზერა თითზე, შემდეგ ისევ გადაიტანეთ კედელზე. იგრძენით კუნთების მოძრაობა თვალის უკან, რომელიც ხელს უწყობს ამას, რომ ფოკუსი ახლოდან შორს გადაიტანოთ. აი სწორედ ეგ თვალის კუნთები უნდა მოადუნოთ. ანუ თქვენ უნდა შეცადოთ კუნთების მოდუნებით მზერის მოდუნება. მზერის მოდუნება დაგეხმარებათ ყურადღების მოდუნებაში, უბრალოდ ყურადღების გაშლაში, აი ფოკუსირებული მდგომარეობიდან, რომელშიც თქვენ დაუსაბამო დროიდან იმყოფებით, იმიტომ ყოველთვის ყურადღებას აპყრობთ იმას, სადაც თქვენი მზერა მიდის, რომელიც გამუდმებით მოძრაობს. ამიტომაა, რომ მზერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც არის, რომ საბოლოო პრაქტიკაში ტოკიოში ძალიან მთელი სწავლება თითქმის მზერაზეა. ახლა გადავიდეთ საუბარზე. საუბრის ჩაკრა, ყელის ჩაკრა არის ასევე მნიშვნელოვანი, იმიტომ ეს არის თქვენი ზრახვის ჩაკრა. ანუ ის, რაც გინდათ, რომ მოხდეთ, თქვენი ასპირაციის. თქვენ აუცილებელია, რომ მოადუნოთ ყელის ჩაკრაც. აქ განსხვავება გვხდება შინესაგან, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბევრ თქვენთაგან მაიცით. შინეში სუნთქვა ხდება ცხვირით, პირი დახურული გაქვთ. და მედიტაციის დროს ზოგიერთი ახდენს ყურადღების მიპყრობას სუნთქვაზე, ან აქვთ რაიმე ობიექტი, მაგალითად სანთელი. ძალიან გთხოვთ, ნუ აურევთ ამ პრაქტიკას, განასხვავეთ. ჯოგჩენის მედიტაციის პრაქტიკისათვის პირი დახურული არ არის. კბილები ერთმანეთზე მიბჭობილი არ არის. ენა მოდუნებულია. თავარია, რომ ჰაერის ნაკადი დაუბრკოლებლად შედიოდეს პირიდან და გამოდიოდეს. ტექსტში წერია, რომ უნდა ისუნთქოთ მხოლოდ პირით, მაგრამ ზეპირი სწავლებებით, რომელიც ყოველთვის განმარტავს ტექსტს, ჩვენ გასწავლით, რომ შეგიძლიათ ცხვირით ისუნთქოთ, მაგრამ საუკეთესოა, რომ ორივე პირით და ცხვირით ერთად ისუნთქოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ცხვირით არ ისუნთქოთ. თითქმის ყველა სხვა მედიტაციის პრაქტიკაში ინსტრუქცია არის, რომ ისუნთქოთ ცხვირით. აი ეს შეტრიალებულია ჯოგჩენის პრაქტიკაში. მოდი სცადეთ. მოადუნეთ ენა და იპოვეთ აი ეს პოზიცია, როდესაც ის ხელს არ გიშლით სუნთქვაში. თქვენ თვითონ და იპოვოთ აი ენა რა პოზიციაში უნდა გქონდეთ. მე ოდნავ ზევით მაქვს ენის წვერი აწეული, მაგრამ მიბჯენილი არ მაქვს ასაზე. პრაქტიკისათვის მოდი შეწყვიტეთ აი ახლა ცხვირით სუნთქვა და მხოლოდ პირით ისუნთქეთ. შეიგრძენით განსხვავება. ეს ექსტრემალურია, ანუ არ უნდა დაკეტოთ ცხვირი. არც ერთი არც მეორე არ უნდა ჩაკეტოთ. უნდა იყოს საშუალოდ, რომ ისე სუნთქავდეთ, რომ ვერც ხვდებოდეთ პირით სუნთქავთ თუ ცხვირით, ორივეთი სუნთქავთ, მაგრამ არც ერთი არ არის არც ჩაკეტელი, არც ემფასირებული. აი, თუ შეიძლება შენ გამოიწია, იმიტომ რომ
ცუდად სიხარ, მაგრამ აი ესე თუ ასე მოხრილი იჭდები, იდგენ რაღაცას. მოდი წესიერად დაჭიქი გთხოვ. დიდი ხნის განმავლობაში ან ერთ ან მეორე მხარეს მოხრილი ჯდომა თქვენ არხებზე უარყოფითად მოქმედებს და შეიძლება უცნაური იდეები დაგებადოთ. დარწმუნებული ვარ, იცნობთ ასეთ ადამიანებს, რომელსაც ცოტა უცნაური იდეები აწუხებთ. დავუბრუნდეთ სუნთქვას. სუნთქვა არის ჩვეულებრივი, არც ძალიან ღრმა, არც სწრაფი, არც შენელებული. მნიშვნელოვანი დეტალი. უფრო ახდენთ ფოკუსირებას გამოსუნთქვაზე, ვიდრე შესუნთქვაზე. გაქვთ იმის შეგრძნება, თითქოს უფრო მეტ ჰაერს ამოისუნთქავთ, ვიდრე შეისუნთქავთ. გამოსუნთქვა ოდნავ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე შესუნთქვა. ეს არის უბრალოდ დეტალები, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო კომფორტულად თავისუფლად მედიტირებაში. ჯოგჩენის ძირითადი სწავლება რეალურად ძალიან მარტივია, მაგრამ ის ხანდახან გაუგებარია თავისი სიმარტივის გამო. ამიტომ ვიწყებთ აი ესეთი საკვანძო მითითებებით. მითითება სხეულის მდგომარეობაზე, მითითება მზერაზე, მითითება სუნთქვაზე. მოდი ცოტა ხანი გამოცადეთ აი ასე თავისუფლად ჯდომა, მზერის მოდუნება. სულ ცოტა ხნით მოდი ცადეთ. მინდა ვნახო როგორ აკეთებთ. პირი ოდნავ გაღებული, ენა მოდინებული, სუნთქვა ორივე, პირით და ცხვირით, არც ერთია ჩაკეტილი. მზერა მოდუნებული სივრცეში, ჯდომა გასწორებული ზურგით. აბა ვნახოთ თუ შეცდებით აი ამ სამი მითითების ერთად შესრულებას. სუნთქვა არ არის ღრმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გულით ისურთქოთ. ეს დიაფრაგმული სუნთქვა, მაგრამ არა ძალიან ღრმა სუნთქვა. ღრმა სუნთქვა, თქვენ დიაფრაგმით სუნთქვა არ არის მხოლოდ გულმკერდი, ასე თქვა, შეგრძნება არ უნდა გქონოთ, რომ მხოლოდ გულით გულმკერდით სუნთქავთ. მაგრამ არ გააკეთოთ ეს, არ ეცადოთ რომ ძალიან ღრმა იყოს. გამოსუნთქვა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე შესუნთქვა. და ვიმეორებ, გამოსუნთქვა ხდება პირით და ცხვირითაც და არა მხოლოდ ცხვირით. თუ გამოსუნთქვის შემდეგ გაქვთ აი ეს მომენტი, რომელსაც აფიქსირებთ, რომ აი გამოსუნთქვა დასრულდა, სანამ შეისუნთქავთ, შეიძლება. მაგრამ რაღაცა ნუ იფიქრებთ მაგ მომენტში, არ გაიჭედოთ მაგ მომენტში, მოდუნდით, იმიტომ რომ რაღაც პრაქტიკის შემდეგ აი ეს გამოსუნთქვა რომ უფრო ხანგრძლივია, ბუნებრივი გახდება. შეიძლება ახლა თქვენ ყურადღებას აპყრობდით აი ამ მაგ მომენტს, რომ აი გამოსუნთქვა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე შესუნთქვა.
აი ამ მითითებების შემდეგ ჩვენ გვქონდა მითითება სხეულზე, მითითება მზერაზე, მითითება ხმის საუბრის ჩაკრაზე, ანუ სუნთქვაზე. ახლა მივაქციოთ ყურადღება გონების მდგომარეობას. მოეშვით, თითქოს დანებდით. გონებით დანებდით. რომ მეტი არაფერი მინდა. დანებდით გონებით მდგომარეობას. ეს არის არა შებოჭილი, არამედ პირიქით გახსნილი, გულგახსნილი მდგომარეობა. ეს არ არის დანებება იმედგაცრუებით, მაგრამ დანებება ისე, რომ ადამიანი არ ებრძვის გარემოს. ეს არ არის დანებება, როგორც ინდივიდი ნებდება, მან წააგო რაიმე, არა. ეს არის შეგრძნება, რომ ყველა არსების ურთიერთკავშირში არის მოსვენება. ეს არ არის ასკეტური მიდგომა, რომ მე შევეშვები ყველაფერს. არა, ეგ სხვა არის, ეგ ხდება ვინაიანეში. მაგრამ ეს არის უფრო შეგრძნება, რომ აღარ მინდა ნამცხვის ჭამა, იმიტომ რომ უკვე ყველა ნამცხვარი შევჯამე. ეს არის ღია გულგახსნილი მდგომარეობა. ბოდიჩიტას მდგომარეობა. ბოდი, ანუ გაღმა, გასულები, სიტა, ჩიტა, გონება. ჯოგჩენის ცნობელობა არის ბოდიჩიტა. ეს არ არის ესეთი ტიპის სიყვარული, რომელსაც ჩვენ ხანდახან განვიცით ან ვცდილობთ გამოვხატოთ. ეს არ არის მცდელობა, რომ იყოთ კეთილი, იყოთ შეიწყალოთ, შეინდოთ სხვა, არა. ეს არის უბრალოდ მოდუნება სურვილის, რომ იყოს სხვაზე უკეთესი, დასლიოთ სხვა, აჯობოთ სხვას. ეს არის შეგრძნება, რომელიც თავისუფალია ამ შეჯიბრისაგან. ეს არის შეგრძნება, რომელიც თავისუფალია იმის აღქმისაგან, რომ ეს სხვა არსებები არიან სხვები. თქვენ ეს შეგრძნება დახურეთ, ასე თქვა, ჩაკეტეთ ბავშვობაში. გასაგები მიზეზების გამო. ახლა ამ მედიტაციის პრაქტიკის დროს ჩვენ მას შემდეგ, რაც თქვენ სხეულს, მზერას და სუნთქვას გააკეთებთ ისე, როგორც აგიხსენით, მოეცდებით, დანებდეთ, მოეშვათ, გაეშვათ ამ გულღია მდგომარეობაში. ამ პოზიციიდან, ამ მდგომარეობიდან თქვენ წარმოიდგენთ თქვენს თავზე, ლოტოსის ყვავილზე ჯდომ თქვენ მასწავლებელს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახით ხედავთ თქვენ მასწავლებელს. ეს შეიძლება იყოს რეალური ადამიანი, იყოს იდამი, შეიძლება იყოს ცოცხალი, შეიძლება იყოს უკვე გარდაცვლილი. ბევრ ჩვენთაგანის მასწავლებელი უკვე ცოცხალი აღარ არის. ეს შეიძლება იყოს სიმბოლო, შეიძლება იყოს პირვანდელი ბუდა, კუნთუზაგბო, მუქი ლურჯი ბუდა ღია თეთრ ბუდასთან კავშირში. შეიძლება იყოს გურუ პადმასამბავა. მე გამიგია ზოგიერთი იყენებს ატიშას
ან სხვა მასწავლებლებს. ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა სახით გამოხატავთ სიმბოლოთი თუ არა, წარმოიდგინეთ ის, ვისაც თქვენ აღიარებთ თქვენს თავარ მასწავლებლად. მასწავლებლად, რომელმაც თქვენ მიგითითათ პირველად თქვენი ბუდას ბუნებაზე და გაგაგებიდათ დაგანახათ ეს. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ დაიჯეროთ თქვენი მასწავლებლის იქ არსებობა ლოტუსზე. ნუ მიყურებთ ასე. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი თქვენი ფიქრების გჯერათ. აი მაგალითად, რატომ არ უყვარვარ იმას, რატომ შემხედა ასე. სწორედ ზუსტად აი ესე დაიჯერეთ აი ეს ვიზუალიზაცია. შემდეგ, როდესაც გაქვთ ეს ვიზუალიზაცია, ანუ ლოტუსის ყვავილზე, თქვენს თავზე არის თქვენი მასწავლებელი გამოხატული, ამის შემდეგ დაიწყებთ მას შესთხოვთ. ოღონდ თქვენი სიტყვებით თხოვეთ რომ დაგლოცოს. თხოვეთ რომ დაგეხმაროს პრაქტიკაში. თხოვეთ, მართლა გულით თხოვეთ, რომ გახსნილოსნება შესაძლებელი იყოს თქვენთვის ამ ცხოვრებაში. ბრმად ნუ გაიმეორებთ რაიმე დაზეპირებულ ტექსტს. არამედ თქვენი სიტყვებით წარმოთქვით, გულით თქვით აი ეს თხოვნა. დაიჯერეთ რომ თქვენი მასწავლებელი მართლა იქ არის და თქვენი სიტყვებით შეთხოვეთ. შეთხოვეთ დალოცვა, თხოვეთ დახმარება პრაქტიკაში. უნდა შესთხოვოთ მანამ, სანამ იგრძნობთ, რომ მასწავლებლის დალოცვა თქვენში შემოდის. ეს გამოცდილება ძირითადად შეიგრძნობა გულის ჩაკრასთან. ტრადიციულად ტიბეტურ სწავლებებში ეს არის ხოლმე გულის ჩაკრასთან სითბოს შეგრძნება. შეიძლება ბევრი თქვენთაგანისათვის ეს იყოს შეგრძნება იმის, რომ ზემოდან თავიდან თქვენს გულის ჩაკრაში ჩამოიღვრება აი ეს მადლი როგორც სითბო. მოდი სცადეთ ჩუმად, იბუტბუტოთ, არ არის საჭირო რომ სხვა მგვერდით გაიგოს როგორც თხოვთ მას, მაგრამ გააკეთეთ ეს პრაქტიკა ახლა. ანუ დაჭექით სწორად, მოადუნეთ მზერა, ისუნთქეთ ორივეთი პირით და ცხვირით, წარმოიდგინეთ თქვენი მთავარი ძირეული მასწავლებელი ლოტუსის ყვავილზე და თხოვეთ თქვენი სიტყვებით, რომ დაგლოცოთ, დაგეხმაროთ. შეიგრძენით მისი დალოცვა, მისი გასხივოსნებული გონების ჩამოდინება თქვენში. და ნუ არ ეცადოთ თუ შეინარჩუნოთ აი ეს დალოცვა თქვენთვის. თქვენ თვითონ ღია ხართ, იმიტომ რომ ბოდიჩიტას მდგომარეობაში ხართ, შესაბამისად ეს დალოცვა, რომელიც თქვენი მასწავლებელიდან მოდის, იშლება ყველა არსებისაკენ. ამ დროს ხდება შინ ლაბ, ანუ ოსტატის მადლის ჩამოდინება, მიღება. თქვენ გჭირდებათ მასწავლებელი, იმიტომ რომ ის არის ვინც გაკავშირებთ 4 დროის ბუდებთან. ის არის, ვინც ასე თქვათ გამტარია, რომ თქვენში შემოვიდეს ის, რაც ყოველთვის თქვენი ნაწილია. ამის გარეშე შეუძლებელია. ეს არ შეიძლება მარტო გააკეთოთ, ან თქვენმა მასწავლებელმა გააკეთოს თქვენთვის. ეს კეთდება მხოლოდ, როდესაც თქვენ
თქვენი მასწავლებელი და ყველა გრძნობითი არსება ამას ერთად აკეთებს. გახსოვთ როგორ დაიწყეთ პრაქტიკა? ჯერ თქვენ ბოდიჩიტას მდგომარეობაში იყავით. თუ აი ამ გახსნილ მდგომარეობაში არ ხართ, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ყველა გრძნობით არსებასთან კავშირში ხართ, ურთიერთკავშირში ხართ და მასთან დაკავშირებული ხართ, აი ამ დალოცვას ოსტატისაგან, თქვენი მასწავლებლისაგან ვერ მიიღებთ. ვინმე უნდა იყოს ჯერ გახსნილი, ამ დალოცვას არ უნდა იღებდეთ თქვენთვის პირადად, არამედ უნდა იღებდეთ ყველა არსებისათვის. გაიმეორეთ ეს პრაქტიკა, რამდენჯერაც ეს დაგჭირდება. გაიმეორეთ და გაიმეორეთ ეს სიმბოლური რიტუალი. მანამ სანამ მართლა არ შეიგრძნობთ აი ამ დალოცვის ჩამოსვლას და თქვენგან ამის გადინებას ყველა არსებისაგან. ეს არის ჯოგჩენის პრაქტიკის საკვანძო მითითებები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გქონდეთ ბუდეს ბუნების მითითება მიღებული მასწავლებლისაგან, რომელსაც აქვს ეს სწავლება. იმიტომ რომ ის გაკავშირებთ თქვენ ბუდებს დროს მიღმა. გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ განსხვავებული თქვენი მასწავლებლისაგან და ყველა სხვა არსებისაგან. მთელი ეს პრაქტიკა არის იმაზე, რომ შეეშვათ აი იმის აღქმას, რომ თქვენ ცალკე ხართ თქვენი მასწავლებლისაგან, ცალკე ხართ ყველა სხვა გრძნობითი არსებისაგან, განსხვავებით ცალკე ხართ ოთხივე დროის ბუდებისაგან. აი ამ პრაქტიკაში ჩვენ გასწავლეთ ისე მოშვებას, რომ შეიგრძნოთ აი ეს ურთიერთკავშირი. თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამუდმებით ფიქრობთ, რომ უნდა თავი გადაერჩინოთ, რომ იყოთ უკეთესი ვიდრე სხვები. მაგრამ ამ პრაქტიკაში პირიქით თქვენ დუნდებით. აი ეს არის, რასაც ამბობენ უზენაესი განცხრომა. ეს არის უზენაესი განცხრომის შეგრძნება. ზუსტად ეს, არაფერი მეტი. მაგრამ აი ეს განცხრომა უნდა იყოს თავისუფალი, არ უნდა ჩაებღაუჯოთ, არ უნდა ეცადოთ მის შენარჩუნებას. ვერ მოახდენთ ამაზე ფოკუსირებას, არა, უნდა გაიშალოთ, გაიხსნათ ამ მდგომარეობაში. ამ გამოცდილებას ვერ გამოიგონებთ, ხელოვნურად ვერ წარმოქმნით. მაგრამ რა დაგემართებათ იცით ძალიან ხშირად, რასაც მე ვაკეთებდი ხშირად, როდესაც შეიგრძნობთ აი ამას. მოგინდებათ იმაზე ჩაბღაუჯება და დაკარგავთ. და სწორედ მაშინ დაიწყებთ ამ პრაქტიკის გამეორებას და ასე ხელახლა და თავიდან და თავიდან. იმიტომ რომ თითოეული თქვენთაგანს ისევე როგორც მე თავის დროზე მოგვინდება აი ამ გამოცდილებას ხელში დაჭერა, ჩავებღაუჯოთ. და შესაბამისად როგორც კი ჩავებღაუჭებით დავკარგავთ. ჯოგჩენის პრაქტიკაში მედიტაცია არ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცას გონების სიმშვიდის კულტივირებას ახდენთ, რომ აი შანტი გარირინდოთ. ეგ არის სხვა მედიტაციის პრაქტიკები, რომლის მიზანიც არის სწორედ აი ეს გარინდვა. გონების გარინდვა, სიმდიდრეში დაყუდება. და ძალიან კარგია ეგ მედიტაციის პრაქტიკები, მაგალითად გეხმარებათ თქვენი კორტიზოლის დონის დარეგულირებაში, წნევა, თუ მაღალი წნევა გაქვთ, დაგირეგულირებთ. ისედაც ჯანმრთელობისათვის ძალიან კარგია, თუ უფრო მშვიდი იქნებით. და საერთოდ აი ასეთ მედიტაციის პრაქტიკებს ძალიან ხშირად ასწავლიან ახლა სამედიცინო კონტექსტში, მაგრამ ჯოგჩენი ეს არ არის. რა გქონდეთ, შეინარჩუნეთ აი ეს მედიტაციის შამათას პრაქტიკა, თუ გჭირდება, თუ სტრესული დღე გაქვთ, რა თქმა უნდა, გამოიყენეთ. მაგრამ მე რასაც გიხსნით და გასწავლეთ, ჯოგჩენის პრაქტიკა არ არის ძიება უკიდეგანო სიმშვიდის გონების დამშვიდების, არ არის ეს.
ჯოგჩენის პრაქტიკა არ ნიშნავს ჩაებღავჭოთ სიცარიელის ცნებას, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ყურადღება მიაქციოთ მთელ ფიქრებს, ან ყურადღება მიაქციოთ და ჩაებღავჭოთ იმ სიტყვებს და მითითებებს, რომელსაც თქვენი მასწავლებელი იყენებს, რომ გაგახედოთ ჯოგჩენისაკენ. გახსოვდეთ, ჯოგჩენი არ არის ის, რასაც თქვენ ფიქრობთ. ეს არ არის ფიქრების არარსებობა და გონების გაყინვა, გარინდვა. არა. მდგომარეობაში, როდესაც გაქვთ არეული ფიქრები, ან გაქვთ ძალიან დარმული ფიქრები, აი ამ მდგომარეობას შორის განსხვავება არ არის ჯოგჩენის პერსპექტივიდან. გამოიყენეთ ორივე პრაქტიკისათვის. გესმით, რას ვამბობ? რა არის ეს ჯოგჩენის მედიტაცია? თუ აქამდე რასაც ვამბობ, მიგიწევთ იმაზე, თუ რა არ არის ეს. როდესაც თქვენი ფიქრი სრულდება, სანამ მეორე დაიწყება, სანამ მეორე ფიქრი აღმოცენდება, არის პატარა ნაპრალი, სივრცე. აი ეგ სივრცე. აი ეგ სივრცე არის გონება. აი ეგ ნაპრალი ფიქრიდან ფიქრს შორის. არსებობს ბუნებრივად გამოგვიწებული მჭვრეტელი. რიგბა, აი ის, რომელიც თქვენი თვალების უკნიდან იყურება. შეიგრძენით ეგ. გრძნობთ? ეგ არის მჭვრეტელი, მხედველი, ის, ვინც ჭვრეტს, ის, ვინც განიცდის, ის, ვინც ხედავს, ის, ვინც ფიქრობს, ის, ვინც აღიქვამს. თქვენ, ხო? შენ ხარ რიგბა აი ამ აღწერის გარეშე, რომელსაც აღქმას თავს ადებ. შენ ხარ ეგ ცოცხალი გამოგვიძებული ცნობიერება, თვითცნობადობა, ოღონდ ცნებებს, სიტყვებს, აღწერებს მიღმა. ფიქრებს შორის ძალიან მარტივია აი ამ ნაპრალის ამ სივრცის დანახვა. ეს ცოცხალია, მას შეუძლია ფიქრი, ხო შეგიძლია ფიქრი. ჩვენ შენზე ვსაუბრობთ, თქვენზე ვსაუბრობთ ახლა. არა პატარა შენზე, რომელსაც აქვს მთელი ეს ფიქრები, აღწერები, რა არის სწორი, რა არის არასწორი, რა ხდება მის თავს. მაგაზე არ ვსაუბრობთ, მაგ მეზე არ ვსაუბრობთ, რომელიც ფიქრებშია გართული. არამედ ვსაუბრობთ შენ მეზე, რომელიც ფიქრებში ახლა რთული არ არის. ვსაუბრობთ შენზე, რომელიც ფიქრი და ფიქრს შორისაც არსებობს. დასაწყისისათვის აი ამ ნაპრალის, ამ სივრცის შენიშვნა უფრო მარტივია. სანამ დაიწყებთ ამ პრაქტიკას და გააკეთებთ მთელ ამ მითითებებსაც მე აგიხსენით, შენიშნეთ აი ეს ნაპრალი, სივრცე ფიქრი და ფიქრს შორის და ეცადეთ აი მანდ დაისვენოთ. რაღაც ტექნიკური პრობლემა აქ ჩატში ვხედავ, მაგრამ მიხედავენ ამას. მოდუნდი ფიქრებს შორის.
ამაზე ვერ გაიფიქრებთ, იმიტომ რომ როგორც კი გაიფიქრებთ, ამაზე ნიშნავს, რომ ფიქრში ხართ. ანუ, შეეცდებით ამაზე იფიქროთ სივრცეზე ფიქრებს შორის, არამედ როდესაც ერთი ფიქრი დასრულდება, სანამ მეორე წარმოიქმნება, შენიშნეთ აი ეს ნაპრალი სივრცე და იქ მოდუნდით. აი ეს მომენტი კონცეპტუალური აღწერისაგან თავისუფალი არის ცოცხალი, გამოღვიძებული თვითცნობადი. როდესაც შეიგრძნობთ აი ამ სივრცეს, ეცდებით მის აღწერას და გახსოვდეთ, აი ეგ ხართ თქვენ, თუმცა თქვენ ამავდროულად ხართ აღწერას ცნებებს და ცნებებს მიღმა და ასევე თქვენ ხართ ის ერთიანობა იმის, რაც არის, რაც ჭვრეტის, მოჭვრეტელის და ის, რაც არის განჭვრეტილი. აი ამ სამივეს ერთობლიობა ხართ თქვენ. მაგრამ თითოეულ თქვენთაგან ყავს აი ეს პატარა მე, რომელიც შეეცდება ჩაებღაუჭოს ამ გამოცდილებას, შეეცდება რომ სახელი დაარქვას, შეეცდება რომ ფიქრით აღწეროს და ეს მოხდება და მოხდება. მაგრამ როგორც კი შენიშნავთ, რომ თქვენ ჩაებღაუჭეთ ფიქრს, ჩაებღაუჭეთ და გამოცდილება, ასე თქვა, შებოჭეთ, დაიწყეთ პრაქტიკა თავიდან და ასე გაიმეორებთ მანამ, სანამ ეს ბუნებრივი მდგომარეობა არ გახდება. და ეს არის, რაც შემიძლია გაგიზიაროთ ამ ეტაპზე. ამაზე მეტის თქმა რთულია. ჯოგჩენის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც არის უზენაესი სისრულე, არის თვითონ გონის თანდაყოლილი სისპეტაკა. მას არაფერი არც ცვლის, არც აბინძურებს. ის თანდაყოლილი თანშობილია. მასში, რა თქმა უნდა, წარმოიქმნება მთელი ეს ფიქრები, ცნებები, იდეები, მაგრამ მოვა დრო, როდესაც გაიზიარებთ, რამდენად ამაოა ფუჭია ეს ფიქრები, მათ ვერც კი დაჯდებით, ხელსაც ვერ შეახებთ. მაგრამ სამწუხაროდ აი ამ ფიქრების, რომლებიც წარმოიქმნება უკიდეგანო გამოღვიძებულ ცნობიერებაში, თქვენ გაწუხებთ ეს ფიქრები. ზოგიერთ თქვენთაგანს, უпростоრად ბევრ ჩვენთაგანს ჯერა ფიქრების, საკუთარი ფიქრების. აი მაგალითად, გაწუხებთ თქვენ რაიმე ჯადოსნური ცხოველები ახლა? არა, იმიტომ რომ არ გჯერათ მათი არსებობის. გაწუხებთ პოლიტიკოსები, აი მაგალითად ტრამპი გაწუხებთ. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანს გაწუხებდეს, იმიტომ რომ გგონიათ, რომ ის ნამდვილად არსებობს, გჯერათ მისი არსებობის. ნათქვამია, რომ უფრო ადვილია ფეხსაცმელებით ჩაიცვა, ვიდრე გზა დააგო. უფრო ადვილია, რომ შეიმეცნოთ ჯოგჩენის მთავარი მითითებები, ვიდრე თქვენი შეხედულება სამყაროზე გარდაქმნათ. ეს შიშველი, შეუმკობელი მდგომარეობა, ეს არის მთავარი სწავლება, რომელიც არ აღიწერება სიტყვებით. დარმას სწავლებები ბევრია.
ბევრი თქვენთაგანი დაიბნევა ამ სიმრავლით. ზოგიერთი მასწავლებელი გეტყვით თვალები დაბლა დახარეთ, ზოგიერთი გეტყვით თვალები ზევით აღაბყარეთ, ზოგიერთ შტოში გეტყვიან თუ ქალი ხართ ასე უნდა დაჯდე, თუ მამაკაცი ხარ სხვა პოზიციაში უნდა დაჯდე. ბევრი განსხვავებაა თვითონ დარმაში. ეს განსხვავებები დისკურსულია. ეს არის დისკურსული იდეები. აი ამ ყველაფრის მიღმა უნდა გაიხედოთ. მაგრამ თუ არ გაწუხებთ თქვენ დისკურსული იდეები, ოღონდ ისე, რომ ექსტრემში არ ჩავარდეთ და ყველაფერი უარყოთ და გახდეთ ნიჰილისტი, ეს არ არის, რასაც მე მოგიწოდებთ. რომ არ ჩაებღაუჭოთ იდეებს არ ნიშნავს, რომ მათი არსებობა სრულიად უარყოთ. ფიქრები წარმოიშვება როგორც თავისუფალი თამაში, მაგრამ თქვენ არც უნდა დააკნინოთ ისინი და არც უნდა გააღმერთოთ, არც უნდა დაიჯეროთ მათი არსებობა და არც უნდა უარყოთ. არ არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც სიტყვებით აღიწერება და ეს აღწერა ზუსტი იქნება. ასევე არ არსებობს ჯოგჩენის პრაქტიკა, ცალკე. ყველა ეს აღწერა, ყველა ეს სწავლება, ყველა ეს მითითება არის მხოლოდ ტექნიკები, მითითებები. ეს არის მხოლოდ ცდელობა იმისა, რომ თქვენი მასწავლებლის, მისი შტოის ლოცვა და თქვენი პრაქტიკის ინსპირაცია ერთმანეთს შეერწყას. აი ამ შერწყმის შედეგად თქვენი სურვილი პრაქტიკის და თქვენი მასწავლებლის ლოცვა დალოცვა გამოიღებს ნაყოფს. გურუს იოგას შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამის გამო, რომ გააგრძელოთ, მიიღოთ, შეერწყათ მასწავლებლის დალოცვასა და თქვენ ინსპირაცია ერთმანეთს თქვათ შეურწყათ. ეს რომ არ გქონდეს, მაშინ ან ერთის ხომ დავიკიდებთ პრაქტიკას, წავალთ მთელი დღე ვიდეო თამაშებს ვითამაშებთ, ან მეორეს მხრივ ძალიან ჩავებღაუჭებით ჩვენ პრაქტიკას და ზედმეტ ძალისხმევას ჩავდებთ პრაქტიკაში. არც ერთი ეს არ არის სწორი გზა. თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ვიდეო თამაში და თან პრაქტიკა ასრულოთ. მთავარი არის რომ საშუალედი მოძებნოთ, არც მოეშვათ ისე რომ ფეხებზე დაიკიდოთ ყველაფერი, მაგრამ არც ისე ჩაებღაუჭოთ პრაქტიკას, რომ ძალისხმევა დაადანოთ. ფიქრი წარმოიშვება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს და გავლენას არ ახდენს მფიქრელზე, მხედველზე, მჭვრეტელზე, რიგბაზე. რიგბა, მჭვრეტელი, თვითცნობელობა. ეს არის უცვლელი, თანშობილი და უკვდავი. ეს არის თქვენი ნაწილი, ეს ხართ თქვენ, რაც არც დაბადებულა და უკვდავია. ის რაც მოძრაობს არის თქვენი ფიქრები, თქვენი იდეები, თქვენი შიშები, თქვენი ეგო. აი მაგ მოძრაობიდან, ამ გამოგონილი ფიქრების მოძრაობიდან გადაიტანეთ ყურადღება იმაზე, სადაც ფიქრი ხდება. მთელი თქვენი ცხოვრება არის გართული ხართ, რომ ყურადღება მიაპყროთ ერთი ფიქრიდან მეორეს. ამ პრაქტიკაში მე თქვენ გასწავლით მოდუნებას, რომ არ უარყოთ ფიქრი, მაგრამ ამავდროულად არ სდიოთ მათ, აცადოთ, წარმოიქმნან და დაიშალონ.
ყველაფერი, რასაც გასწავლით, არის მხოლოდ ტექნიკა, რომ მიგიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლოთ აი ასე მოდუნება. თუმცა თქვენი მასწავლებელი, თქვენ რა გონიათ ის ნამდვილად არსებობს? მაგრამ არა, კარგით. მოდი ამაზე არ ვილაპარაკებ ახლა. ძალიან ბევრ სიტყვას ვიყენებ, შეიძლება უფრო დაგაბნიოთ. მოდი კითხვებს უპასუხებ. გაქვთ კითხვები? ლამალინა, დიდი მადლობა სწავლებისათვის. მე მაქვს კითხვა ენის მდგომარეობაში სად უნდა გქონდეთ ენა, ეს უკან უნდა გადავხაროთ? არა, ეს არ არის ის ზოგიერთი იოგური პრაქტიკა, სადაც ვატრიალებთ ენას და უკან ხორხში გადაგვაქვს. არა. უბრალოდ აი შეხედე მე სად მაქვს ზევით, სასეზე მაქვს მიბჯენილი კბილების უკან. არ ნიშნავ რომ ვატრიალებ. შემდეგი მე მიჭის სივრცეში ყურება. მიჭირს რომ მზერა მოვადუნო. შენთვის მაქვს დავალება. დღეს ამ სწავლების შემდეგ გადიგწადი და ნახე ადგილი, ცოტა შემაღლებული ადგილი, რომელიც გადაყურებს ოკეანეს და შეხედო ცას პრაქტიკის დროს. ანუ ჯდომით დაჯდები ისეთ პოზიციაში, როგორც აგიხსენი, ანუ ზურგს გაასწორებ და მზერას მიაპყრობ ჰორიზონტს ცაში. მაგრამ ისე, რომ ცაზე არაფერი იყოს. მე ვფიქრობ, ოკეანის სანაპირო შენთვის ყველაზე უფრო მისასადაგებელია, თან აქვე ახლოს არის. თუ სადმე ტერასას ნახავ და ერთ ჭიქა ღვინოს ესწავლებ, ეგეც დაგეხმარება, იმიტომ რომ ცოტა მოგადუნებს, მაგრამ ერთი ჭიქა და არა 4 ან 6 ჭიქა. სადე ცის ჭვრეტა, ამას ქვია ცის ჭვრეტის მეთოდი, ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც ხვალ გასწავლით და ბევრ სხვა მეთოდებსაც დავამატებ, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, რომ აი ჯოგჩენის მზერა, აი ეს მოდუნებული მზერა შეძლოთ. გახსნილი, არაფოკისირებული მზერა ბუნებრივად შეძლოთ. დააცადოთ ჭვრეტელმა, რიქბამ, ჭვრიტოს. მე რიქბას, როგორც მჭვრეტელს, ხედველს ისევ თარგმნი ინგლისურად. და ეს ხარ შენ, არა პატარა შენ, მთელი თავის ისტორიებით, ამბებით თუ რა გოგონია ვინ ხარ, არამედ ყველაფერი დანარჩენი შენი ეგოს, შენი ფიქრების გარეშე. სცადე ეს. შემდეგი კითხვა. მე სათვალეები მიკეთია, რას მირჩევთ, მოვიხსნა თუ სათვალეებით გავაკეთო? სცადე ორივე. ზოგიერთი ადამიანისათვის ეს სათვალეების მოხსნა ეხმარება თვალების მზერის მოდუნებაში, მაგრამ ზოგიერთს არა. ანუ ჩემი რჩევა არის ყველასთვის, ვინც სათვალებს იყენებთ, სცადოთ ორივე, სათვალით პრაქტიკა და სათვალის გარეშე. მე პირადად მხოლოდ კითხვის დროს ვიყენებ სათვალეს, იშვიათად, მხოლოდ როდესაც ტექსტს ვერ ვხედავ, ხანდახან მაქვს ეს დღეები, როდესაც ვხედავ, ან ვერ ვხედავ. და როდესაც თქვათ მე მაგალითად აი სათვალებით პრაქტიკას არასოდეს არ ვაკეთებ. ყოველთვის ვიხსნი. წესით სათვალე უნდა სულ მეკეთოს, მაგრამ არ მიკეთია, სულ მეკარგება. სხვა კითხვები. მე მაქვს პრობლემა, რომ თვალები და პირი მიშრება პრაქტიკის დროს. თქვენ იცით რა არის? შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური
პირის გამოსავლების სითხე. აფთიაქში წადით და იკითხეთ. არსებობს ქრონიკული, ასე თქვათ, პირობა, როდესაც ადამიანებს პირი უშრებათ, გამუდმებით, ჩემ პარტნიორს ჰქონდა ასეთი მდგომარეობა. არსებობს სპეციალური გამოსავლები, პირში გამოსავლების სითხე, რომელიც გეხმარებათ ამაში. ასევე არის თვალში ჩასაწვეთებელი წვეთები. ანუ თუ შეგვიძლია თქვენს სხეულს დავეხმაროთ ფარმაკოლოგიით, რატომაც არა. ტრადიციულად მე მაგალითად იოგებს ვურჩევ, რომ დალიოთ გაუფილტრავი ლუდი, ან დალიონ ერთი ჭიქა ღვინო. რატომ ვაძლევ ამ რჩევას? მე ამ რჩევას ვაძლევ მხოლოდ მას, ვინც ძალიან შებოჭილია და არ შეუძლიათ ბუნებრივად მოდუნება. მაგრამ იმათ, ვინც უკვე მოდუნებულია, მათ ამ რჩევას არ ვაძლევ. სხვათა შორის მარიხუანას მოწევას არ გირჩევთ. ყოველ შემთხვევაში მე შემინიშნავს, რომ ჯოინტის მოწევა უარყოფითად მოქმედებს ტრექჩოს პრაქტიკაზე, იმიტომ რომ ის ფიქრებს ნამტოქს, რასაც ვეძახით, უფრო აქტიურს ხდის. მე მაგალითად რომ მოვწევ, წავალ რაიმე ფილმს ვუყურებ პრაქტიკის ნაცვლად. ანუ რეკრეაციისათვის კი ბატონო, მოწიეთ, მაგრამ პრაქტიკისათვის მე არ გირჩევთ. შემდეგი კითხვა. დიდი მადლობა სწავლებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გავიგე, რაც თქვენ ახლა ახსენით. ჩემი ტრექჩოს პრაქტიკა არის ძალიან ხანმოკლე, ყოველთვის სყდება და სულ მგონია, რომ არ ვარ მზად ამისათვის. ხო, მაგრამ ეგ ამბავია, ისტორია არა, რასაც შენ საკუთარ თავს უყვები. კი, მართალია. და ახლა მქონდა იმის შეგრძნება, რომ არ არის საჭირო, რომ ჩემს პრაქტიკაზე ამბები მოვყვე. კი, მართალი ხარ, მაგრამ ეგეც ახალი ამბავია, ისტორია, რასაც საკუთარ თავს უყვები. მე მესმის, რასაც მეუბნებით, მაგრამ მე გამუდმებით ვაკეთებ საკუთარი თავის შეფასებას, ჩემი პრაქტიკის შეფასებას. მოდი აქ რაღაც უნდა მოგცა. აიღე. დაე ამან მოგაგონოს თავარი ძირეული სიტყვები ძოგჩენის პრაქტიკის. დანარჩენებს ხვალ დაგირიგებთ ამ სამაჯურებს, რომელზეც გარებდორჯეს 3 სიტყვა არის დატანილი. ამ სამაჯურზე ერთადერთი რამ არის მითითებული, რომ მოეშვით, გაეშვით, აცადეთ. აი ეს 3 სიტყვა. ტიბეტურად და ინგლისურად. მოვა დრო, როდესაც აი ეს ვინც ებღაუჭება გამოცდილებას გაქრება. პირდაპირ ასე არ ვიტყვით. ვერ ვიტყვით, რომ გაქრება, მაგრამ ის ვინც ებღაუჭება აღარ შეგაწუხებთ. აი როგორც მაგალითად რაღაც მაგიური ცხოველები თქვენ არ გაწუხებთ ახლა, იმიტომ რომ მათი არსებობა არ გჯერათ. აი ასევე იქნება ის ვინც ებღაუჭება ფიქრს. ახარ შეგაწუხებთ, იმიტომ რომ მისი არსებობაში თქვენ უკვე დიდი ხანია ეჭვი გექნებათ შეპარული და აღარ დაიჯერებთ, რომ ის სოლიდურად, რეალურად მართლა არსებობს. მინდა გაგიმეოროთ, ძალიან მნიშვნელოვანია შუალედის პოვნა, რომელიც ყველასთვის რთულია, რომ არც უარყოთ გამოცდილება და არც ჩაებღაუჭოთ. შესაბამისად, შეეცდებით ინტელექტუალურად უარყოთ ის, ვინც ფიქრობს, ის, ვინც ფიქრს ებღაუჭება, და თუ ამას ინტელექტუალურად შეასრულებთ, ნიჰილიზმში ჩავარდებით. კარგი დროა, რომ აი ეს ანალოგია გამოვიყენო ახლა. გახსოვთ?
რომ ყველაფერი მხოლოდ მითითებაა. შეხედეთ აი ამ კრისტალს. რას ხედავთ მასში? მეტი სიტყვა აღარ არის საჭირო. ეს არის მესამე ვონგი. გახსოვდეთ, ტიბეტელებს არ ქონდათ შუშა, არ ქონდათ შუშის გამჭვირვალე ფანჯრები და ამიტომ იყენებდნენ ყველაზე ახლოს რაც შეიძლება გამჭვირვალობასთან მივიზდეს აი ესეთ კრისტალებს, რომ მიეთითებინათ ბუდეს ბუნება. ასევე აი ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სათამაშო, რომელსაც ვიყენებ რომ მიგითითოთ. აი აქ თითებს თუ შეყოფთ და ეცდებით რომ გამოიღოთ, ვერ ისავთ. თუ თითები უნდა მოადუნოთ და შესაბამისად გამოიღეთ. ჯოგჩენი, როგორც ანალური სექსი, ისეა თუ არ მოდუნდები, გეტკინება. და სხვათა შორის ჩემი მოგონილი არ არის ეს. ყველა ფიქრი, ოცნება, სიზმარი, გამოცდილება, არსებული თუ არ არსებული, არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ უნდა შეინარჩუნოთ აი ეს შუალედური მიდგომა, არც უარყოთ და არც დაიჯეროთ, გაამყაროთ მართი არსებობა. მანამდე უბრალოდ შეასრულეთ ეს პრაქტიკა, როგორც გასწავლეთ. პირველი პოზიცია, როგორ სხედხართ, მეორე მზერა, მოდუნებული გაშლილი, არაფოკუსირებული თვალის მზერა, მესამე სუნთქვა პირით და ცხვირით ერთად, მეოთხე ვიზუალიზაცია, თქვენი მასწავლების ვიზუალიზაცია თავზევით ლოტუსის ყვავილში და თხოვნა, რომ შეთხოვოთ თქვენ მასწავლებელს. ეს უნდა გამეორდეს. მასწავლებელს, როდესაც თხოვთ, რომ დაგლოცოთ და პრაქტიკისათვის მოგამწიფოთ, აი ამ ვიზუალიზაციის დროს, თქვენ ახდენთ ასე ვთქვათ, მონ ლამის წარმოთქმს. ეს არის განზრახვის წარმოთქმა, რომელიც გამეორებით ძლიერდება და გამეორების შედეგად ის ძლიერდება, სანამ არ მიიღებთ შედეგს. ჩოქჩენი ძალიან მარტივი ჩანს. კი, ძალიან მარტივია, აი აქ არის და ახლა. მაგრამ ამის გამოწვევა არ შეიძლება. ის თავისთავად ხდება და სამწუხაროდ რა ხდება, როგორც კი შეიგრძნობ, იმ წუთას ებღაუჭები. რიგპა სიტყვა არის მჭვრეტელი. ტიბეტურად რიგ ნიშნავს ჭვრეტას, ხედვას. და ემატება სუფიქსი, ანუ ვინც ხედავს, მხედველი, მჭვრეტელი. აი ეგ არის, რაც რიგპა არის. რიგპა არის მჭვრეტელი. ეს არ არის რაღაცა, რისკენაც უნდა თქვენ მიდიოდეთ, რაც უნდა განავითაროთ. უკვე ხართ რიგპა. ეს არის ძალიან ორდინალური და უკვე გაქვთ. ასე რომ არც უნდა გაუმჯობესდეთ, არც უნდა შეიძინოთ რაღაცა, ეს არის აქვე, აი ახლა, ამ წუთას, აი აქ არის. აი აქ. არაფერი არ გჭირდება, რაც არ გაქვს. გარდა იმისა, რომ მოდუნდე, ისწავლო შეშვება, მოშვება და არ ჩაებღაუჭო შეეშვა მცდელობას, რომ რაღაცა ხელში დაიჭირო, რომ გააუმჯობესო. ძალიან ახლოს ხართ.
ძალიან ახლოს ხარ. შეგიძლია გემოც კი გაუგო, მაგრამ როგორც კი გემოს იგებ, მისას იმ წუთას ებღავჭები და სწორედ მაშინ კარგავ. ასე რომ პრაქტიკის ინსტრუქცია მხოლოდ ეს არის, რომ უფრო მოვდუნდე გამუდმებით. კი? შენთვის მთავარია, რომ აი ამ ინსტრუქციას მისდიო და შიშის და იმედის გარეშე. იმის შიშის გარეშე, რომ რაღაცა მოყვება ამ პრაქტიკას და იმის იმედის გარეშე, რომ ამისგან რაღაც გამოვა. ორივესგან თავისუფალი უნდა იყო, შიშისა და იმედისაგან. სხვა კითხვები. თქვენ თქვით, რომ შესაძლებელია ვიდეო თამაშის თამაში და თან პრაქტიკა. შეგიძლიათ მაგაზე ცოტა მეტი თქვათ? კი. თუ გესმით. აი ეს, რაც ახლა გავაკეთე, მაშინ მაგასაც შეძლებთ. მეტი სიტყვით ვერ დაგეხმარებით ახლა. რა თქმა უნდა შეგეძლოთ ჯოგჩენის პრაქტიკა არა მხოლოდ კომპიუტერული თამაშის დროს, არამედ პიანინოს დაკვრის, საუბრის და ნებისმიერი სხვა მოქმედების დროს. როდესაც საუბრის და სიარულის დროს, ფეხზე ადგომისა და დაჯდომის დროს, რასაც არ უნდა აკეთებდე, შენიშნე. გამუდმებით. შენი გონების ბუნება, დავა. თუ ამას ვერ გააკეთებ, შენი მოშე არ მომძებდება. ეს სიდებზე, ანუ ზებუნებრივ ძალაზე აქ ლაპარაკი. რადგან ვერ შეძლებთ ერთი გემოს იოგაში გადასვლას. იოგაში, სადაც სიდჰები, აი ეს ზებუნებრივი ძალები წარმოიქმნება. გახსოვდეთ, რომ სიდჰებს ძალით ვერ გამოიწვევთ. ის უბრალოდ ხდება. ხშირად თქვენ ვერ შენიშნავთ, რომ სიდჰები გაქვთ. ამას სხვები ნიშნავენ. როგორ გახვალთ კედელში? კედელში გახვალთ მაშინ, როდესაც ვერ შენიშნავთ, რომ იქ კედელია, მაგრამ სხვამა შეიძლება ეს დაინახოთ. მე პირადად რამდენიმე იოგი გამომიყვანია ამ მდგომარეობიდან, რომ სხვებს არ დაინახათ, რომ ისინი კედლებში გადიოდნენ. და ძირითადად მთვრალები. სხვა კითხვა. აი ამ კრისტალზე მაქვს კითხვა. რას ნიშნავს ეს? რას უნდა შევხედო აქ? უნდა შევხედო რა არის შიგნით? არა, ჩემო საყვარელო, კრისტალი არის გამჭვირვალე. შენ ახლა რაღაც ახალ ამბავს იგონებ. ძალიან უფრო მეც ფიქრობ, ვიდრე საჭიროა. ნუ გააკეთებ, ნუ შექმნი რაიმე მისტიკურ ისტორიას აქედან. ეს არის უბრალოდ სიმბოლო იმის, რომ ეს გამჭვირვალეა. ყველაფერი, რასაც ფიქრობ, იქნება ეს დარმა, იქნება თქვენი შენი პრაქტიკა, ყველაფერი ეს არის ფიქრები, ისევე გამჭვირვალეა, როგორც აი ეს კრისტალი. ჩვენ არ ვართ ამ კრისტალში. ნუ შეთხსავ რაღაცა მაგიური ისტორიას ახლა ამ კრისტალზე. შენი პოეზია თუ ლექსებს წერ არის გამჭვირვალე, ან უნდა იყოს გამჭვირვალე. არა, ახლა უბრალოდ გემას-ხარავები.
მადლობა. მადლობა მითითებისათვის. კი, კიდევ უნდა გაუშვა ხელიდან. როგორც მე ვიგებ, თქვენ ამ სწავლებას ახლა უნდა ავიღოთ ეს სწავლებაც და 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღის განმავლობაში ვაკეთოთ ეს. არა. კვირის ბოლოს მე მოგცემთ დამატებით პრაქტიკას. მე ჯერ გიხსნით ჯოგჩენის პრაქტიკას სამედიტაციო სკამზე ან ბალიშზე, მაგრამ მოგვიანებით აგიხსნით იმას, რის იკეთებაც გამუდმებით შეიძლება. ჯერ იქ არ ვართ. კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. მანამდე კონტექსტს გეტყვით. მე სანამ ვაჯრაიანა ბუდიზმით დავინტერესდებოდი, წლების განმავლობაში თერავადეს ტრადიციაში ვარჯიშობდი. კითხვა მაქვს ვიპასანაზე და ასევე mindfulness-ზე. რითი განსხვავდება ვიპასანა აი ამ პრაქტიკისაგან, რაც თქვენ გვასწავლეთ? იმიტომ რომ ვიპასანაში ჩვენ გვასწავლიან, რაც აღმოცენდება გონებაში, იმას მივაპყროთ ყურადღება. მოდი, ჯერ განგიმარტოთ. ვიპასანაში, რასაც გასწავლიან, არის რომ მიაქციოთ ყურადღება, რა ხდება თქვენ გონებაში. ზოგჩენში ჩვენ ყურადღება გადაგვაქვს სხვაგან. იქიდან თუ რა აღმოცენდება, იმის მიღმა და იმის უკან. ჯოგჩენში თქვენ უნდა უფრო შორს გაიხედოთ, ვიდრე უყუროთ რა აღმოცენდება გონებაში. Mindfulness-ი ჩვენ აღვიქვავთ ჩემ ტრადიციაში, როგორც უბრალოდ ტექნიკას და არა პრაქტიკას თვითონ. ეს არის ტექნიკა, რომელსაც ვიყენებთ სხვადასხვა პრაქტიკებში. მაგალითად, გომ გარაბდორჯეს მეორე სიტყვა. რაც ცოტა ხნის წინ აგიხსენის, გარაბდორჯეს მეორე სიტყვა მიუთითებს იმას, რომ ყოველთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებთ, რომ შეიცნოთ გონების პირვანდელი მდგომარეობა დარმაგაია. Mindfulness-ი არის ეს ტექნიკა, რომელიც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ აი უცებ შეხედოთ გონის პირვანდელ მდგომარეობას. მაგრამ საშიშროება მანდ არის, რომ თუ შეეცდებით რაიმე მდგომარეობა ხელოვნურად გაახანგრძლივოთ, მაშინ ჩაებღაუჭებით. რა უნდა გააკეთოთ ჯოგჩენის პრაქტიკაში? უნდა შეხედოთ თავას, გაუშვათ, შეხედოთ თავას, გაუშვათ. იმ დონეზე, რომ ეს ბუნებრივი გახდეს. თუ ამას ანუ შეხედოთ გონების პირვანდელ მდგომარეობას, შეეცდებით ხელოვნურად, ნიშნავს, რომ თქვენ ამის ფაბრიკაციას, ანუ ახდენთ, ებღაუჭებით. ჩვენ ჯოგჩენში ვიყენებთ mindfulness როგორც ტექნიკას, რომ უბრალოდ შევხედოთ განუწყვეტლივ. შევხედოთ გონების პირვანდელ მდგომარეობას. დაასრულე კითხვა, იმიტომ რომ შეგაწყვეტინე მე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიპასანასაგან ჯოგჩენი განსხვავდება იმით, თუ სად ვაპყრობთ, რაზე მივაპყრობთ ყურადღებას. შეგიძლია ასე თქვა. მოდი ასეთ მაგალითს გეტყვის. აი მაგალითად რიგბაც, ცნობელობა შეიძლება მიაპყროთ, თქვათ რა ხდება აი ამ ოთახში, ან თქვენ ფანტაზიას მიაპყროთ, რომელიც თქვენ გონებაში აი ამ წამს, თქვათ, მიმდინარეობს. უნდა განვასხვაოთ ყურადღება და თვით ცნობადობა, ცნობიერება.
მოდი გავიმეორებ პრაქტიკას, რომელსაც მე გასწავლეთ. ამ პრაქტიკაში თქვენ ყურადღებას იმასე კი არ აჩერებთ, თუ რა აღმოცენდება თქვენ გონებაში, რას შეიგრძნობთ ახლა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის აღქმად მოვლენებზე ყურადღების მიპყრობა. აღქმადი მოვლენები შიდა თუ გარეგანი მოძრაობს. თუმცა თუ ვიპასანას დიდხანს და მართლა კარგად ვარჯიშობთ, შეიძლება რომ აი ამ მოძრავი აღქმადი მოვლენების მიღმა გაიხედოთ. მე პირადად ვიპასანას ტექნიკა არ დამეხმარა, მაგრამ უნდა ვიყო ალალი, რომ დიდხანს ის არ მივარჯიშია. იმიტომ რომ ჯოგჩენისა და ტიბეტური ბუდიზმით დავინტერესდი. ჩემთვის მან სანამ ტიბეტური ბუდიზმით დავინტერესდებოდი, მე დიდი ხანი ჰინდუ იოგის პრაქტიკებს ვაკეთებდი. ჩემი გამოცდილებით ისინი ყველაზე სწრაფია იმისათვის, რომ შეგძინოთ სითები, ანუ ზებუნებრივი ძალა. მე სად ვიყავი, სანამ ტიბეტურ ბუდიზმში მოვიდოდი. და კი, ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ მქონდა ეს სითები, ზებუნებრივი ძალები. მაგრამ გახსოვდეთ, რომ აი ეს ზებუნებრივი ძალები ძალიან მალე გადის. ჯადოსნური ძალები, ასე ვთქვათ, რასაც მიიღებთ, ისინი წარმავალია. ამიტომ არის ნათქვამი, რომ თუ იოგი აღმოაჩენს, რომ შეუძლია ფრენა, არ უნდა იფრინოს წყლის თავზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ სურვა არ იცის. ხვდებით, რას ვამბობ? მოდი გავიმეორებ. ვიპაშანაში თქვენ ყურადღებას ავარჯიშებთ და სწავლობთ ყურადღება მიაპყროთ აი ამ მოძრავ აღმოცენებად მოვლენებს. ან მაგალითად ყურადღება მიაპყროთ სუნთქვას, ან თქვენი სენსაციებს, რომლებიც მოძრაობს. მაგრამ ჯოგჩენში თქვენ აი ამ მოძრაობას არ უყურებთ, ცდილობთ, რომ ეს მიღმა გაიხედოთ. არის რაიმე სხვა შეკითხვები? მე მაქვს კითხვა გურუ იოგაზე, რომელიც აგვიხსენით. თქვენ თვითონ ჯერ უნდა მოეშვათ, მოდუნდეთ სწორ პოზიციაში დააჩნდეთ და შემდეგ მოახდინოთ ვიზუალიზაცია. მე მიჭირს მოდუნება. ხო, შემგონი გიჭირს მოდუნება, ამიტომ უფრო დიდი ხანი უნდა დაყო იმ პერიოდში, რომ სხეული გონება მოადუნო და შემდეგ მოახდინო გურუ იოგას შენი მასწავლებლების ვიზუალიზაცია, როგორც აგიხსენეთ. ასე რომ ჯერ უნდა იყოთ იმ მდგომარეობაში, რომ იყოთ მოდუნებული და შემდეგ დაიწყოთ გურუ იოგა. ვიმეორებ, დაჯდებით სწორ პოზიციაში, ისე რომ სხეული დაჭიმული არ გაქვთ, თვალებით გაიხედებით წინ, მოადუნებთ გაშლით მზერას, ისუნთქებთ სწორად და აი ამ მოდუნებული მდგომარეობიდან, გახსნილი მდგომარეობიდან მოახდენთ ვიზუალიზაციას თქვენი მასწავლებლის და დაიწყებთ მას შესთხოვოთ, ვედრებას, რომ მოგცეთ, მან დაგლოცოთ თქვენმა მასწავლებელმა, დაგეხმაროთ პრაქტიკაში. მაგრამ აი ამ ვედრების დროს არ უნდა დაიჭიმოთ, ეს უნდა გააგრძელოთ აი ამ გახსნილი, გაშლილი მდგომარეობიდან. სანამ პრაქტიკას დაიწყებთ, მინდა რომ შეიგრძნოთ აი ეს მოშვება, გაშვება ჯერ, სანამ გურუ იოგას პრაქტიკას დაიწყებთ. იმიტომ რომ თუ არ გახსნით გონებას გულს და არ გაიშლებით, ვერ მიიღებთ
მასწავლებლისგან დალოცვას. ასე რომ დაყავი დრო იმისათვის რომ მოდუნდე, რომ შეძლო გურუ იოგას გაკეთება და შემდეგ პრაქტიკის შემდეგ გაუზიარე მადლი, რასაც მიიღე პრაქტიკისაგან ყველა არსებას. მე მაქვს კითხვა ტექსტზე, შეიძლება ჩვენი სიტყვებით შევთხოვოთ გურუს დალოცვა, თუ რაიმე ტექსტი უნდა წავიკითხოთ. ორივე შესაძლებელია. მე პირადად მირჩევნია ჩემი სიტყვებით ვთქვა, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც მიღებული აქვთ სხვადასხვა ლოცვები, თავისი მასწავლებლებისაგან და ამას იმეორებენ. მაგრამ ახლა, როდესაც გიყურებთ, აქ ბევრი სხვადასხვა შტოდან მოსული ადამიანია შესაბამისად თითოეულ თქვენთაგან სხვადასხვა სწავლებები აქვს მიღებული. ასე რომ მე გირჩევ თქვენი სიტყვებით მოახდინოთ აი ეს ვედრება გურუ იოგას დროს. მე მაქვს კითხვა ურთიერთობაზე, აი რომანტიკულ ურთიერთობაზე. როდესაც რაც უფრო მეც ვარჯიშობ აი ამ ტრადიციაში, მე ნელ-ნელა ვხვდები, რომ აღარ მაქვს მოთხოვნილება მქონდეს ურთიერთობა. და რაღაცნაირად აი კონფლიქტს გრძნობ, აი მაშინ რომ მინდოდეს თქვათ ვიღაცასთან რომანტიკულ ურთიერთობაში შესვლა და ასევე არ მაქვს მოთხოვნილება იმის, რომ ვიღაცასთან ურთიერთობით, ასე ვთქვათ, ჩემი სიმარტოვე შევცვალო. რაიმე რჩევას მე მომცემთ. ინტელექტუალური პასუხის ნაცვლად უბრალოდ ამბავს გაგიზიარებთ. როდესაც მე ურთიერთობაში ვიყავი, თუ აი მაგ პერიოდში თუ წავიდოდი ხოლმე ბარებში, ჩემ დროს ამას გვიმრას ბარი ერქვა, ეს იყო ბარები, სადაც მიდიოდი, რომ ადამიანები გაგეცნო. ეს იყო მანდეს ონლაინ გაცნობის საიტები შემოვიდოდა. აი ერთ-ერთ თქვენთაგანი იცინის, იმიტომ რომ ჩემი ასაკის არის და ახსოვს ეს პერიოდები. არ აქვს მნიშვნელობა, მოკლედ ჩემ დროს იყო ესეთი სპეციალური ბარები. როდესაც მე ურთიერთობაში ვიყავი, თუ წავიდოდი ესეთ ადგილას, ანუ გაცნობის ბარში, ყველას უნდოდა ჩემი გაცნობა, ყველას უნდოდა ჩემთან მოსვლა, საუბარი. მაგრამ როდესაც არ ვიყავი და ვეძებდი ურთიერთობას, ვეძებდი პარტნიორს და წავიდოდი ასეთ ბარში, არავინ მეკარებოდა, ახლოსაც კი არავინ მოდიოდა. ანუ ამ ამბითრის ილუსტრაციის მოხდენას ვცდილობ არის, რომ სანამ არ დადგება დრო, როდესაც არ გჭირდებათ ურთიერთობა, ის ბუნებრივად არ მოხდება. თუ ეძებ ურთიერთობას პარტნიორს, ეს რაღაცნაირად აფრთხობს სხვა ადამიანს, ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებით ასე იყო ყოველთვის. გინდა თუ არა ურთიერთობა, ეს არის შენზე. ზოგიერთს უყვარს, მოსწონს ურთიერთობაში ყოფნა, მაგრამ ზოგიერთისათვის ეს უფრო, ასე ვთქვათ, თავის ტკივილია და ურჩევნიათ მარტო ყოფნა. და რა თქმა უნდა, ეს დროის განმავლობაში, ცხოვრების განმავლობაში იცვლება. მაგრამ რეალურად მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ როდესაც არ გჭირდება ურთიერთობა, მაშინ უფრო ბუნებრივად ხდება პარტნიორის ნახვა და უფრო მუშაობს, ასე ვთქვათ, გამოდის ურთიერთობა. მაგრამ მე მგონია შენ უკვე გაქვს ამის გამოცდილება. მგონია რომ ბევრი არაწარმოწებული ურთიერთობა გქონდა წარსულში და შესაბამისად უკვე იცი რას ნიშნავს ეს. ასე რომ რისი თქმა შემიძლია შენთვის ამ ეტაპზე არის რომ შეეცადე ძალით არც მოინდომო, არც უარყო ურთიერთობა. თუ ის ბუნებრივად მოხდება, შეირგო, მაგრამ არ დაიწყო დევნა, აქტიურად დევნა იმის რომ პარტნიორი მოძებნო. ახლა მინდა რაღაც გითხრათ, ძალიან გთხოვთ მომისმინეთ ყურადღებით, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია.
როდესაც ჯოგჩენის აი ამ მოსამზადებელი პრაქტიკის გაკეთებას დაიწყებთ, თქვენი მდგომარეობა, ყოველდღიურობა გაუარესდება, სანამ გაუმჯობესდება. ვიმეორებ, მდგომარეობა გეგონებათ, რომ თქვენი ცხოვრება უარესდება, ვიდრე ის გაუმჯობესდება. ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, პრაქტიკის დაწყება მონსუნის პერიოდს გავს, როდესაც აი ხანგრძლივი წვიმის შედეგად წყლიდან გამოირიყება ყველაფერი, რაც წყლის ქვეშ იყო და ამოდის ზემოთ. ანუ ამ ანალოგიით მიგითხრებთ იმაზე, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ იმის შეგრძნება, რომ პრაქტიკის დაწყების შემდეგ ემოციები გაწუხებთ, ყველაფერი ასე ვთქვათ, უფრო გართულდა და გაუარესდა. საქმე იმაში, რომ კი არ უარესდება, უბრალოდ თქვენ უფრო აღიქვამთ იმას, რაც ხდება. უფრო უკეთ აღიქვამთ რა ხდება. აღიქვამთ თქვენს შიშებს უფრო უკეთ. აღიქვამთ თქვენს სურვილებს უფრო უკეთ. ანუ თქვენ მდგომარეობა ჯერ შეიძლება გაუარესდეს, იმიტომ რომ თქვენ უფრო დაინახავთ ამ თქვენ უარყოფით ემოციებს. სანამ მოვა დრო, როდესაც მათ გამჭვირვალობას შენიშნავთ. ეს პრაქტიკა ძალიან ძლიერია, ძალიან სწრაფია, ეს ჯოგჩენის მოსამზადებელი პრაქტიკა, რაც მე დღეს გაგიზიარებთ. ასე რომ მზად იყავით იმისათვის, რომ შეიძლება უფრო მეტი უარყოფითი გამოცდილება, ემოცია დააფიქსიროთ თქვენ ცხოვრებაში, ვიდრე ამას აქამდე ახერხებდით. მე მაქვს კითხვა თვალდახუჭულ პრაქტიკაზე. მე თვალდახუჭული მედიტირებ და შემდეგ ვახე ხოლმე. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ამ პრაქტიკაში, რაც მე აგიხსენე, თვალდახუჭული არ ვმედიტირებთ პირიქით. თქვენ შეგიძლიათ ეგ ჩოდის პრაქტიკისათვის გამოიყენოთ. ხანდახან ზოგიერთი ვიზუალიზაციისათვის თვალის დახუჭვა გეხმარებათ, მაგრამ არა ამ პრაქტიკისათვის. აქ მნიშვნელოვანია მზერის მოდუნება ისე, როგორც აგიხსენით, მაგრამ ეს სხვა პრაქტიკაა. თავარი ამ პრაქტიკაში არის მოდუნდეთ და ის, რაც აღმოცენდებენ, იმის თავიდან განდევნა არ ჩაბღაუჭება, არ მოახდინოთ. გახსოვდეთ, რომ აი ის, რაც ამოვა, აღმოცენდება ზოგიერთი შეიძლება ძალიან სასიამოვნო და საამური იყოს. ნუ ჩაბღაუჭებით მაგას, აი ამ ნეტარების შეგრძნებას. ზოგიერთი გამოცდილება შეიძლება იყოს ძალიან საშიში, აი თქვენი ყველაზე უფრო ძირეული შიშები შეიძლება ამოვიდეს, შეიძლება კი არა ამოვა. ნუ არ შეეცადოთ მისგან თავის არიდებას, არამედ შეხედეთ რა არის ის, გაიხედეთ მის მიღმა. დავასრულეთ დღეისათვის. What time are we on again tomorrow? 11 a.m. Anybody who's not making it back tomorrow? არის ვინმე, ვინც ხვალ არ მოდის Come on. სწავლებაზე, მოდი ჩემთან მაშინ შენთვის რაღაც მაქვს. Just to remember. რომ გახსოვდეთ. Yes. Yeah. And I have Rinpoche's tsatsa for you, but I don't have any with me. შენთვის ასევე კიდევ მაქვს რინპოშეს ცაცა.
ასე რომ I thought I მოგცემ. did, but it's not in there. I do. Next time you're up, let me. Have Tashi done more people?